სალამით ბდება, მოგესალმებით ისევ და ისევ პასკების ეპიზოდით და დღეს ჩვენ გვექნება, რა თქმა უნდა, თემატურად ყველაზე იაფიანი და ყველაზე ძვირიანი. ეს დავის ისინი მოყვება ღილი და ნემსი და რაღაცები. ყველა ძვირიანია. ყველა ძვირიანი რა? ყველა ძვირიანი პასკა? ნაბიჯი ის ყველაზე ძვირია. რა არის? ის პირველი. ხო. დაიწყე. 12 და 19. და. დანა დაჭირდა. ეს დანა არ არის? არის მე მგონი თავის დანა ხეგა. ეგ არ გახსნა, იმას მოყვება. თუ დანა არ მოყვება, ეს კი დანა მოყვება რა. მე სიმართლე რომ გითხრათ, აი, ჩემთვის პასკა არის ცოტა იმასთან შეჭირვებასთან, გემრიელ რაღაცასთან, ბებოს ხელებთან, ნაოჭიან ხელებთან, თბილ რაღაცასთან ასოცირდება და. აი ეს სამყარო. არის ტანკის ტყუების ყუთი. არ ვიცი რა, მაგრამ აი, ერთი რულონი კარაბინის ტყუები უნდა იდოს, ეხა ამაში წესით. ფასს არ მეუბნევა ისა, რა ძღანებული ვიქნებოდი. ბოლოსში მეწყე. დავიწყოთ აი ეს ორი ნაბიჯში პასკითა ესე. ორი ნაბიჯის პასკა. ორი ნაბიჯის პასკას შეფუთვაზევე ეთყობა, რომ ანუ თანხა კარგი არის, თანხა სულ არ იხარჯება შეფუთვაში და პასკა იაფდება მაგის გამო ძალიან კარგია. მთავარია გემო, აგე პასკა, ქიშმიში და შავი მინანქარი. წონა 820 გრამი. აბა, აქვე გადავამოწევ მეგობრებო, რო არ გეგონოთ რომ მეტი არის. 870-ია. შეიძლება პარკმა წაიღო. შეიძლება თვითონ პასკა არის ეგა. აი ესე ვიზო. რა გამოყენებული შოკოლადის მაგივრად. ბავშვობაში მე კაკაოს რო ადნოვდით ხოლმე, ხო იცი? შოკით, არა, შოკოლადი იყო. კაკაოს რო შაქაში გახსნი და ურე და იმას რო ჩააწო, ეგეთი გემო აქვს. მაგრამ შიგნიდან მე მგონია რომ უგემრიელესი იქნება. ეხა ორი ნაბიჯი თუ სატო გააკეთებ და მძიმე არ იშლება. აი ფასით გაითხოვეს. ნერწყვით ვარ გაქვთ არაჭამოთ. მართა გეუბნები, ამას ხელზე თუ გადაიხო ბამბად, თორე სხვა რა ვიცი. ჩაიში ჩაალბო არც უნდა თვითონ ჩაელბება. არ ეყოფა. ერთ ჭიქა ჩაი არ ეყოფა ეს ჩასალუა. აი მას მოგიწერი გაჭრევ თუ გინდა მოდი. რაზო? არა, ისა გავიგე ჭკმა, ხო უნდა გაიგო იაფიანის გემო რომ. აბა ნახე. რაზეა კამის ჭამას, მართლა ვერ ვიგებ რა. არაფერი არა აქვს, ბიჭო, აი 12 ლარი ღირს მესმის, მაგრამ რაში ვიხდი? უბრალოდ ფორმაში ვიხდი. ამაზე მშრალიც. არა. ამაზე საშიში პასკებიც არსებობს ეხა. 12 ლარი ღირს. ეფრუ. თოთლინგ. ეს არის აჩიკოს ანტრე ბატონოს პასკა, ხო? აჩიკო მოვიდა, ვაიმე პასკა ვნახეო. აღარაფერი იყიდო. არა, ეს ისე რა პასკა მქი და ანტრე ბატონოს პასკა, ხო? ეგ შოკოლადის უნდა იყოს. ბიჭო, რაღაცა სხვანაირი ისა აქვს ვიზუალი. რა ღირს ესა? 43. ესეთ კარგი უნდა იყოს. 43 ლარიანი პასკა არა დათო. 43 ლარი ცოტა არ არის. კექსი არის, ხო და ცოტა სხვანაირია თქმა. გინია, ბიჭო, ვაფშე ხმელია, სველია. რატო დავიჯერე? როა, რა. მოდი ერთ გაშინჯე. სხვანა შეიძლება რომ დაინახეს აჩიკო მოდისო და ანგიმე ატარდი. გასული და მიდი გასული პროსტა. მართლა. იმენა პროსტა ისინდა ამ მიზინი. ბიჭო, სველი არ არის ბიჭო, ჟანგემრე. ის მიეცი, რა ქვია, ვანილი მიეცი 1 ტონა და გემრიელი იქნება. კექსი არ არის. ინტენსიური რაღაცის გემო მოდის ძალიან ბევრი. ლიმონი, ხო, აი. ლიმონი უკენი, ნახე რა იშლება, ბიჭო, ეს რა არის, აჩიკო. არა, მე რო ვიყიდე უფრო სველი იყო, მაგრამ ესეც მშრალი არ არის. მოიჭერი კარგად ბლომათა ეგა. მერქი მართლა აღმოჩინა გააკეთა. 48 არის? ნახე, როგორ ჭამს, ბიჭო, აი.
ანტრეს ესეთი პასკა არ ეკადრება. ძალიან. ეს არის მშრალი, არ ვიცი, აქ როგორი მოვიდა, მაგრამ მშრალი არის. აი შეფუთვა. ეს არის პარნასი. ეგ იცი რა, აი. პერიოდის პასკა რა. გავი, მოიცა. ესა. აი მძიმე არის ეს ახლა. ვიდო ტყიასავით არის. კილოци. კილოци უკვე კაია. ეს პატარა. ოდა, აი ეს დაბადების ღერვარი ზევიდან ეგ არ მომწონს მე. არ დაშლება. ეს არის საკი. ძველია. ველია. ბიჭო. ლარიანის სუხარი როა, ხო იცი? აი გეფცი მოდი რა. აი, ბულკის სუხარები. ბულკის სუხარი. მოდი რა გეხვეწებია. პოსა ერთი დღე აკლია რომ ხრაშული დაიწყოს თორე. და აგინა? აჩქო, ერთი ლუკმა ყოველთვის გასინჯე ხოლმე რა. სუხარის გემოა. ჯობია იმას? აზე, არც ერთი აზე იმენა, აი. ორივეს ისა დედას პური რო იყიდება, ეგ უნდა გაჭამოთ კაცმა. იმის გემოა, გემრიელია. ბიჭო, ხრაშუნობს ეს არ არის პასკა, ბიჭო რა. ეს თან მოგვეყიდა. ეს არის ეგ მოყვა უბრალოდ რა. მე მოვაყოლე. ეს არის კაფე 43-ის პასკა, რომელზეც მე მივწერე და 250 ლარების. ხო გითხარი, დანა მოყვა. დანა მოყვა მეთქი ჩემ. აბა 250 ლარი პასკა და ბიჭო, ამას ჭამენ ხოლმე? სკაის არის ნამცხრები რო არის, ატამი და რაღაც ვიდი რო აქვს, რა ქვია და ამავეც. მარგარინის გემო აქვს სულ. ჯერ სულა შევჭამე. გიჭამია? ეს ის არის, ჰაიფში რო იყო და. გიჭამია აჩქო? არა, მომჭამე. შეჭამე რა. კიდევ სი. მე შევჭამე. არ შეჭამე. მარგარინი, ხო იცი ბავშვობაში რომ მარგარინი იყო. ერთხელ შენ ჩაგუჩა მეორე შეუჩო. ეს დაწებებული არის ბიჭო. თუ არ უნდა ავიღო რაღაცო ყიდი, ვერ ვიგებ. რა ნახში რას გავს? ამას თუ კარაქი აქვს თავს მოვიჭრი რა. კრემს. ბაბუშკინა რო იყო ხოლმე, ხო იცი? გვალი ბაბუშკინა, იაფიროგინა, სპრედი. არ შეიცავს არანაირ ძის პროდუქტს რო ეწერა კარახზე. ეგ არის შეჩემა. ბიჭო რა, ამაზე ვიხა ვინ ეხა გამახსენე ის ინფლუენსერები ვინც წახდა რომ ძალიან მაგარია. იმენა მარგარინის გემო არა აქ შეჩემა. ეგრევე ფიქრობ იმაზე რაში გადაიხადე ფული. ნიათიანი კრემის აი ძალიან ნიათიანი. ლარიანი. და მაგრამ ხედავ როგორ შეიძლება თქვას უდას ინფლუენსერმა პირში დება. პირში. აი, მაგას პირში უნდა ჩაუდნო მე შეჩემა. ეს აბა მაგ დესერტის შემოქმედის პასკა. აი? ამოს შორის ანტრეჯობია მართლა. გადავედით უკვე ნახტომია מחר. ეს სამ ციფრზე გადავედით? აჯერა 78. რამე ხوار გეშლება შეჩება. გავიგე რატო უნდა გავაფუჭოთ ახლა რა? ზოგ შენ წაიღებ, ზოგ დავითა წაიღებ, რაღაცა იქნება ახლა. აბა ეს კალბას აღარ აჭამს შეჯემა. ეს არის როგორი პასკა, იცი? ნეწოს ჭვავით. დიეტური ჭვავით. გებიცე. ჭავი პასკა ძალიან მძიმე. რამე დიეტური ჭვავით გააქვთ. სისულე პირში მაქვს მარტო. არის. მაგრამ აი ესეთი გემოები აქვს. მართლა გეუბნები. აი მოდი, დათო. ის არ აჭამს. ის მარტო ანტრეს პასკას აზია. გავუყავი იმასაც, შეჩემა რომ გადაიგდებ ხოლმე.
ვიმაგა ჩაიხვია ხა ამ არა, არ ხოჩო, მაინც ეს ბიჭონია. გემოები რაღაცნაირი აქვს ხა ამას ბიჭო. რომოს იგი? ეს რა ღირს? 78. ამას არ ვიყიდი. ანუ ა? რომი. რომი? ამის ერთ-ერთი ინგრედიენტი არის რომი. რომი ბიჭო და იტალია და პასტა. მაგითოა. მას მისო განვითარდა მაგრამ ძალიან ამწყვრისკენ განვითარდა რა. არა, ბევრი გემო არის, მაგრამ ეხა კაია ეგ გემო. აუ, ჩაკაფულს არის გემოები, მაგრამ პასკათ რო ყიდი ჩაკაფულსა. ამას ნავრად არ ვიყიდი. დიდი ბოდიში ნიკუш მართლა მაპატიე, მაგრამ მე არ ვიყიდით ის რომ. ბიჭო, რაღაც აი ხო და არ მიყვარს ეს ისა რა, კრემ ბრიულე და შოკოლადკა და რაღაცეები რა. ეს რა გიდა? 80 ლარი, იმიტომ რომ ამას ფორმის მიცემა არ უნდა ბიჭო. ჰა. მატასე 18-22. ეს არა გავს ძვირიან საცხობს, ეს არის იმენა იაფიან საცხობ. ტურისტულ ადგილში. და რაღაც ცოტა შინაურული ვაიბი დამიტოვა, რომ შინაურული არ რასაც ეს ცხარი არ მიტოვებს. ცხარში როდის მიდიხარ ეს ამაზე გამო. ბიჭო, რაღაცა კრეხელობა მგონია. ესა რატო ყრია ხა ისინი? ცხარი დაგიკლია. მეგო არ დამიკლე მა. ბავშვობაში რა, ახლა დიდობაში აღარ მინდა. მოდიო შევეცადოთ რამე კარგი ვთქვა. ყველა ჯობია. ის პირველი. ორი ნაბიჯი. ბიჭო, პოდკასტში არის ჩამოსხმული. მოდი რა. ვიზუალისტი შევიდეთ ხოხმა. არა, ბიჭო. აღაფერს ვერ უზავ ამას. ო, ჭამისთვის არა. არა, ხო, აკა ბალახს თუ ამოიყვანთ ხოლმე. ვიზუალი დავამო. იდოს ეგა, იდოს აწადებს. არა, შეფუთვაზე მივხვდი ახლა რომ რაღაცა ნიტო ეს ინდუსების დამნა. აგე მოვიდა დაბადები. იგივე საცხობი. აი, ბიჭო რა. ან ფორმაზე არ უყოლია, შეჭრა, ეგრე გამიხდა. ბიჭო, ისინი რატო უყვართ ახლა რა? კვერცხი კი, ეს. იგივე რა. რა რა გიყოს ალექსანდრე? ამაცა რატო დებთ? ისა შეიძლება გადაგცეს და მოკვდე. ბიჭო, აი რაღაცები შეიძლება დაგახჭოს ამან რა ეს. რაღაცები შეიძლება დაგახჭოს რა. კრემის ვიდი ხო აქ ამას. ეს ხმაღს გამოსცემს. და აი მე ვისა სულ მეშინია, სულ მგონია რომ ვიღაცა უცოდინარმა შეიძლება უბრალოდ მძივები მოაყაროს რა. იმიტომ მე გამიკეთებია ბავშვობაში ეგრე რომ აი მე მეგონა რომ სხვა იქნებოდა იმ 100 მეტი არის. ის მარციპანი ბიჭო. ხო. კაცი პასკას რო გამოიღებ, აი ეგრე არ მოიწევს. აი მართლა გეუბნები. დასმულია დიაგნოზი გადაგეთ. აი სასაჩუქრე პასკა. ხო, ტურისტები. რაც უნდა ტურისტა პასკა იყო. კაროჩე. ანტრე. სპეციალურად მოვიტანე. ფულს გიხდი ან შეჭემა. ანტრე. ესეც არ იყო ცუდი. მაგრამ არც ერთი სველი არ იყო და ყველა გამომშრალი იყო. აი ის არა. არა მეთქი აი იმაშია. სველი არც ერთი არ იყო. აი რო აიღებდა რო ჩაკმიშა ცოტა მალამოსავით რო არის არც ერთი არ იყო. მაგრამ ომიდან გამოგზავნილი რამდენი? 399 რა. ანუ 400 ლარიანი პასკარი ესა. ამას მე წავიდებ სახში. და ბავშვს ვეთქვი რომ მამა ჭამე და არასდროს ესე აღარ მოიქცე.
უთი ჩემია. აგე როგორ უნდა ჭამო? დებილებო. რო არაფერი არ იცით. თავის წესი აქვს პასკას გიჟებივით, აგე? პენტუ დე ზორი ღმა. ტრადიცია ეს იტალიური არის რაღაცა. ესა იმენა იქიდან პაბლო ესკობარი კი არა და იმენა. პანატონი, მოსჩინო. აგე წერია, გახსენით 5. ჯერ დასუნეთ 2ჯერ, 3ჯერ გავუკეთ, მერე შეჭამეთ. ეს არის ოქროში ამოვლებული შოკოლადი, ესე არის. ოქროში? ხო ესე იყიდე, კი ეგ მომეცით ოქროში ამოვლებული. ეგ რა მითხოს? აი არის, მართლა. ესა რკინა ეთყობა ჩაყვათ აქ, არა? ვიაზანი მავთულით რო არის გადამაგრებული. აი, ზოგადად ქრისტიანობა ხო გაჭირებული ზოგადში დგომა არის. ქრისტე რაღაცა უპოვრების დახმარება. აი, ოქროში ჩაყოფილი პასკა. პირდაპირ ქრისტიანულიც, მაო. იტალიური. იტალიური, კი ბატონო, მაგრამ პასკის სახელით ხო იყიდება? პანეტო. სად იყო ესა რომელ მაღაზიაში? გასტრონომში იაფით გამოირჩიო. იაფი. მანდ აი უპოვრები დგანან რიგში სულ გასტრონომი. დილით სხვაშორის უპოვარი შეხვდა, მე უბნევდა გასტრონომის რიგში უნდა ჩავდგეო. ხიზილარები ქონიათ 2300 ლარად ფასდაკლებით. ისე ღირს 3000 ლარი. 1100 ღირს და ეთყობა დააპატარავეს კილებით, თორე. არა, პარკს მოვაშორებ, მაგრამ ოქრო როგორ მოვაშორო, ხა მაგას ვფიქრობ. წონა. ოქროსი? კილო. ესე რა 400 აძლევ, ბიჭო. ესე რატო გააკეთე? ოქრო ეგრევე ეძრება. ოქრო. ჰა? 400 ლარიანი პასკა რა არის, ბიჭო? დაბადების დღე. ბიჭო, სველი კი არა. სხვა ტექსტურა აქვს შიგნით, აი პიცას როგორ საკეთებენ, ხო იცი? რომ იშლება თუ რაღაცა, ცომი. რა ამბავია 400 ლარი. ნუ მოკლავებისთვის არა. ბიჭო, კრუასანის ტექსტურა აქვს შიგნით რა ცოტა. ანაირად აკეთებენ, ეხლა ხო ინდუსტრიულად წარმოებული და ბევრად სველი გამოდის და ყველაზე სველი, ანუ სველი არც ეს არ არის, მაგრამ ნოტივარი შიგნით, ანუ რო ჭამ გეხმარება რა. არც ერთი და პასკის ისა ვარ და პასკა ვიცი თუ. არაფერი არ ვიცით, მაო. ეხლა არ მითხრა ანტრეს პასკაო. ეს თავზევე ეთყობა, რომ ის არის, ეს პატარა უნდა იყოს და მრგვალი ესეთი. პასკა არ უნდა ერქოს ამას. მაფინი. არა, მიჭამია მეთქი ძმაო, სტანდარტული, კლასიკური პასკა. რო ამოიღებ და აი, რო დაადებ და ისო ჩადის, აი, შეჭამ ქსიამოვნებს. რა ხარუხი გაუდის, რა არის ესა, ბიჭო? ამებს მირჩევნია ორი ბიჭის 12 წლიანი ვიყიდო, არ ვინერვებ მაინც რომ ბევრი ფული მაგ გადახდები. კომენტარებში დაგვიწერონ სად თქვენ სად ჭამეთ ნორმალური პასკა? აი ეგეთი, რასაც მე ვიძახი. ეს ხო აღარ გინახთ დღე. სად ჭამეთ ამ აღდგომებზე ნორმალური პასკა? კი არა და სად შეჭამთ, ეგეც დაწერეთ. არის ხო ეს ერთჯერადი არის, ჰა? ნანი მომაქ, ნანი მაგარი ყუთი. დიდი ბოშით რა გავაკეთო? რითი გაგახაროთ მართლა? არც ერთი არ. ჩიკოს ანტრე მოეწონა ეხლა. რა? რა არის? პასკა შეაფასოთ ოღონდ. ეხლა პასკა შეაფასოთ. არ შეაფასოთ ისა. ბელას ტორტები არ შეაფასოთ.
შეაპასეთ პასკები, აი პასკა, კლასიკური პასკა როგორი უნდა იყოს. ანტრი ბატონოს ეხა ეს რაც არის, ეს თუ პასკაა, ხელები ამიწევია. გაუგუშიკა ენერგეტიკულ შოიციან ხოლმე, რა ქვია, სიმჟავიანობის აწევა და C ვიტამინი შეიცავს. ეგრე არის. ლიმონი გასთხა და მჟავე გაჭმევს, კი? ბიჭო, აგროჰომის ჭამე? კი. იქ პასკა არის? არა. აუ პასკა სად არის? არ არის, მაგას გეუბნები, ბიჭო. სადღაც იქნება დარწმუნებული კლასიკური. საქსოოს პასკა და კლასიკური სადღაც ვიღაცას იქნება. ეგრე მგონია რა. კლასიკური პასკა სადღაც, აი ხა დამიწერეთ კომენტარებში სახლისთვის, მინდა რომ ვიყიდო კლასიკური პასკა. რბილი დააზე, გუბკა ამოვიდეთ ჩემ რამე. всё, წავედი. რა 400 ლარი რა პასკა ბიჭო, კარგი რა. ეს არის აი გუშინ მომინდა კრუასანი და ძალიან ჩამოვატენიტენიდან. აი გარი ეს. მე გამაინტერესებს რას დაგვიწერე. კლასიკურ პასკას რას ინახე მაგათაც ვახდე. ტორტი რო არ არის. ეს რატოა ტორტი? ბიჭო, ეს კაი, გავიგე ვიზუალური მხარე. შიგნიდან რაღაც მძაფრი გემოაქვს, აი როგორი იცი? ცოტა ის უნდა იყოს პასკა რა, რა ქვია, ნაზუქი რა, აი მონაზუქო თუ რა, აი კარუჩი რა, აღარ გაქრა ბიჭო პასკისა, ლიმონი, ისა მიხაკა დარიჩინი. ერთ-ერთი რეალური, რაც ეს არის ბეწო სპორტი. რომელიც ჩვენ გვერდის დგას, ის გამოც დიდი მადლობა მასთ. იმიტომ რომ აი ეს გორელმა ბიჭმა მოჩინოს პასკა რო გავსინჯე იტალიიდან ჩამოტანილი რკინის ყუთში. მხოლოდ მათი დამსახურებაა, თორე მე თოხის ჩაქუნითა მიწაზე ამასა ვერ ვიყიდით. დიდი მადლობა ამიტომ ბეწო. და ის არის. ქალაქი რო დაიცალა ძალიან მენატრებით ყველანი. მალე ჩამოდით, გთხოვთ. მე წეთი პატარა თბილისელი ბიჭი ვარ. აი, გორელები გადაწენი, კეთი. აი, ხუმრობ, არიცი. წავედი. ეს პასკები დაждდა ეთი მინიმუმ 300 ლარი, არა? ჯამში? ო. 850. просто მე გითხარი რომ კაი მე ვეაფერე შენ რომ მოსულიყავ აჩიკო და ეს პასკები 850 შემოფინა. არისო ხო? ყველი რატო არის? აი რანაირი ქვეყანაა, ხომ დაბიო, რომ არა დაბიო ქვეყანა 400 ლარიანზე მეტი, ანუ პასკა არ უნდა გქონდეს. ამდენი მილიონერი ყავს. რატო ხო? ამას ხო ჩვენს გაჭირებულებს ვხედავთ. რამე მოიტანეს 3-4000 რო ყიდეს. ან მე ამას რო შევჭამ, ვერ ვგზნობ თავს ისე რომ აი სრულყოფილი მდიდარი ვარ. მე მჭირდება უფრო ძვირიანი. 1000 ლარიანი პასკა რატო არ უნდა არსებობდეს და აი კლასიკური პასკები მე მგონი ეგრე ტრიალებს. ვიღაცა ვიღაცა გამოაგდებს კლასიკურ პასკას 1000 ლარად. ეს ხალხი გაგიჟდა. ოღონდ არაფერი ექნება. ავედი რა. ეს იმენა როგორი კრემია, ბავშვობაში დაბადების დღეზე მეც არაფერს ბეზეს კრემი არის ეს აიმენა. აი ეს წვანეები არც ვიჭამი ეს წვანე შეიძლება საში იყოს ორგანიზმისთვის. ეს არის ვიზუალური, აი ვიზუალურად უნდა იყიდო და ვიღაცას. ჰა? იჭმა, მაგრამ ჩამოსხმულეს სანთლის განახლება. მარა იქნება, რა ვიცი. შოკოლადი ალბათ, წითელი შოკოლადი არ ვიცი თუ არსებობს, მაგრამ შეგიძლია მიირთვა აჩიკო. მასლა აი ოღონდ თქვა რამე ხსარი არ იყოს შიგნით გაყრილი რომ არ დაგახჭოს. გამოიწერეთ არხით დაალაიქეთ ვიდეო, ზია მახარა წავიდა. და ბოლოს გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, შემობრძანებას, არ ვიცი ეს ვიდეო როდის დაიდება. ღმერთმა კარგად გამყოფოთ, ბედნიერად მე ძალიან მიყვარს აღდგომა, იმიტომ რომ რაღაც ყველგან ფუსფუსია, ახალ წელზე მეტად მიყვარს დაჟე აღდგომა, იმიტომ რომ უფრო ბედნიერია ხალხი ხოლმე ვიდრე ახალ წელს რა. და ძალიან მიხარია ეგ. ამიტომ გილოცავთ ყველას, ბედნიერებას გისურვებთ, მრავალ აღდგომის დღესასწაულს, ქრისტე აღსდგა, ჭეშმარიტად.